იცოდა საწინასწარმეტყველო წიგნები, მან იცოდა როგორ ესე იგი სჯულის აღსრულებისთვის რა იყო და როგორ იყო საჭირო. და ამას ყოველივე ძალიან ზედმიწევნით ჯერ თვითონ უნდა შეესრულებინა ეს ყოველივე როსხვისთვისაც ესწავლებინა ბუნებრივია და აქედან გამომდინარე ის საზოგადოებაში ყოველთვის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ეხლა იმდაბლებს ეს კაცი ასე თავს. ასე იმდაბლებს ეს კაცი თავს, რომ მოდის მაცხოვართან, რომელიც არ არის აღიარებული საზოგადოების მიერ, როგორც მესია და მხსნელი. კი მოციქულები პატივცემენ და თაყვანცემენ, კი თქვათ იქ ხალხი მიმდევრები უკვე გაჩენილი ყავს, მაგრამ საბოლოოდ დადგენილება მაინც ფარისეველთა მიერ, რომლებიც ეს უმაღლესი რელიგიური სექტა იყო მაშინ, შეიძლება ესე ითქვას, უმაღლესი რელიგიური რაღაცა წარმომადგენლობა ქვეყნისა და თავისი ერისა, მათ მიერ აღიარებული არ არის ჯერ ეს და ეხლა როგორი დამდაბლებაა თავისა, რომ შენ უნდა მიხვიდე ამ წინამძღოლმა შესაკრებელისა, რომელსაც უკან ძალიან ბევრი ხალხი გიდგას, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ერთია რომ შეიძლება მე ვიღებდე რაღაცა გადაწყვეტილებას, რომელიც მე მხოლოდ პასუხისმგებლობას მემაკისრებს, მაგრამ გადაწყვეტილებას, რომელსაც ვიღებ და ჩემს უკან ამას ძალიან ბევრი ხალხი უდგას, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დღევანდელი ეკლესია, დღევანდელ თქვათ 21 საუკუნეში, ამიტომაც უნდა იყოს სულ გაფაციცებული და ფაქიზად მოაზროვნე ამ საკითხში, რომ გადაწყვეტილებას, რომელსაც იღებს, აი ამდენი ხალხი ვდგავართ მის უკან. ჩვენი იერარქები, როდესაც მიიღებენ რაღაცა გადაწყვეტილებას, ჩვენ ყველანი მათ უკან ვდგავართ. ამიტომაც ძალიან ფრთხილი, ძალიან მოზომილი, შეთანხმებული წმინდა წერილთან და შეთანხმებული, რა თქმა უნდა, საეკლესიო კრებებთან უნდა იყოს ყოველი გადაწყვეტილება, რომელ გადაწყვეტილებასაც ჩვენი ეკლესია მიიღებს. ეს ეხლა გადავერთე სხვა თემაზე, მაგრამ დაუბრუნდები აუცილებლად. მოდის იაიროსი დაიმდაბლებს თავისთავად, ჩაუვარდება მუხლებში და ეუბნება, რომ ქალიშვილი ყავს 12 წლის, ერთადერთი, ვინც ის კიდე რამდენი ხანი ელოდებოდა, რახან ერთადერთი ყავს და რაღაც არ ეძლეოდა და არც იმის შემდგომ აღარ ეძლებათ, როგორც ჩანს და უყვდება ეს ქალიშვილი. მაცხოვარი ეუბნება, რომ წამოვალ შენთან და გამკურნავ და როცა მიდის მასთან, ერთი ქალბატონი, რომელიც 12 წლის განმავლობაში იტანჯებოდა სისხლის დინებით, მივა და თავის ფიქრში ესე ამბობს, რომ მივალ და ჩუმად შევეხები მე მის შესამოსელს და თუ შევეხები, განვიკურნები და მართლაც ასე მოხდება. ჩუმად შეეხება მის შესამოსელს და მართლაც განიკურნება ეს ქალბატონი, თუმცა კი მაცხოვარი გაჩერდება და ამბობს, ვინ შემახომე? პეტრე მოციქული გაკვირვებული ეუბნება, ამდენი ხალხი გახვევია გარს, გავიწროებენ, ანუ რო წარმოედგინოთ ახლა ამ რაღაცა ბევრ საზოგადოებაში, ბევრ ხალხში, როდესაც გახარ, რამდენიმე ადამიანი შეიძლება ერთდროულად გეხებოდეს და უცბად რო კითხულობს ადამიანი, ვინ შემეხომე? პეტრე ეუბნება, რომ ამდენი ადამიანია შენ სირბლებ და გავიწროებენ და ახლა აბა როგორ გითხრათ? არა, მე ვცან ძალი, რომელიც ჩემგან გავიდა. და ვიღაცამ მე შემეხო და ეს ქალი, რა თქმა უნდა, გაამხელს, რატომაც შეეხო და რისთვისაც მოხდა ესეთი ამბავი. მაგრამ ამის საჭიროება რა იყო? სანამ იაიროსთან მივიდოდეთ, კვლავ ვისაუბროთ ამაზე, რომ ეს ქალი ვინ არის საერთოდ? მოგეხსენებათ, 12 წელი თუ ასე იტანჯებოდა, ალბათ 12 წელი ლაღი ბავშვობა ჰქონდა, იმიტომ რომ 12 წლისას ყალიბდება ქალში ესეთი ბუნება, როდესაც მას დედათა წესი ეწყება და აქედან გამომდინარე, შემდეგი ეს 12 წელი წარმოიდგინეთ, მან 12 წელი თუ ბავშვმა იცხოვრა ისე როგორც უნდა ეცხოვრა, შემდეგი 12 წელი ასე იტანჯება. ამ დროს რა ხდება იცით ადამიანში, როდესაც განსაკუთრებულ რაღაცა დაავადებას განიცდის, ეს თან მაშინდელი სჯულის მიხედვით იცით როგორ არის? ქალი, რომელიც ამ მდგომარეობაშია, მას საზოგადოებაში ყოფნა ეკრძალება. მას ეკრძალება საერთოდ ვინმესთან შემხებლობა, მის გათხოვებაზე საერთოდ საუბარი არ არის. და რაღა დარჩა ამ ადამიანის ცხოვრებაში? საზოგადოებაში ყოფნა არ შეიძლება, გათხოვება არ შეიძლება, შვილიერება არ შეიძლება, აი რა დარჩა ამ ადამიანისგან და ესეთი ადამიანები ძალიან ხშირად ეგოისტები ხდებიან. ასეთ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში არის რაღაცა გამიგია და მინახავს, რომ საკუთარი მშობლებიც კი შესძულებიან, საკუთარი ახლობლები, საკუთარი გულშემატკივრები
ვინც ნამდვილად ცდილობს მის დახმარებას, ვინც ნამდვილად ცდილობს რომ ყველაფერი გააკეთოს მისთვის, ესენიც კი შეზღუდდება ხოლმე და ყველაფერში წინააღმდეგობაში მოდის მასთან, იმიტომ რომ იმდენად ეგოისტურია განცდა ამ განკურნებისა და აქ წერია პირდაპირ. გარდამოცემაც გვეუბნება, რომ საკმაოდ მდიდარი ოჯახის შვილი იყო, მაგრამ მთელი თავისი ქონება მან გააბნია იმაში, რომ განკურნებულიყო. ბუნებრივია უნდა რომ განიკურნოს, იმიტომ რომ ეს ისეთი ცუდ რამე ითვლებოდა, დღესაც ასე არის, ბუნებრივია ახლა, მაგრამ დღეს საზოგადოებაში გამოჩენას არავინ არ აუკრძალავს მას და მაშინდელი ჯულის მიხედვით ხომ გეუბნებით, საერთოდ ოჯახის წევრებთანაც კი არ შეიძლებოდა შეხება. და ვისაც შეეხებოდა, ის უწმინდურად ითვლებოდა იმ დღის განმავლობაში და რაღაც რიტუალური, საეკლესიო რიტუალური უნდა აღსრულებულიყო მასზე და ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი უკანასკნელ იმედად მოდის იმისთვის, რომ მაცხოვართან შეხებით ფიქრობს, რომ განიკურნება. ხმამაღლა ამას ვერ იწვის, იმიტომ რომ შეხება არ შეიძლება არავისზე. ცოდვაში აგდებს სხვას, გააუწმინდეურებს სხვას, როგორც კი სხვა შეეხება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისა ესეთ ნაბიჯს დგამს. ალბათ აი ამან მიიყვანა ამ მდგომარეობამ, რომ უკიდურესმა მდგომარეობამ, რომ არანაირი სხვა საშველი არ არსებობს. ექიმები, ექიმბაშები, ყველაფერი გამოცდილია უკვე და უკანასკნელ იმედად მას მაცხოვარი იესო ქრისტე ესახება და მართლაც განიკურნება, მაგრამ მაცხოვარს რაში სჭირდება ის, რომ მან ეს ყველაფერი უნდა აღიაროს. იმიტომ რომ ასეთ ეგოიზმში არ დარჩეს. იმიტომ რომ ის კვლავ დაუბრუნდეს თავის მდგომარეობას, როგორიც იყო 12 წლამდე. როგორი ლაღიც იყო, როგორი მოსიყვარულეც იყო თავისი ახლობლებისა და მშობლებისა თუ ამა თუ იმ ადამიანისა. ამას უნდა დაუბრუნდეს კვლავ, მაგრამ ამასთან დაბრუნება რომ შეძლოს, პირველ რიგში რა უნდა გააკეთოს, იცით? მადლიერება უნდა გამოხატოს. მადლიერების გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელია. და მადლიერების გამოხატულება, როგორ ფიქრობთ, ღმერთს რა შესჭირდება? ანუ ჩვენ თუ ვიტყვით ახლა ყველა წუთს გავიმეორებთ, დიდება და მადლობა ღმერთს და არაფერი არ იცვლება შენში. როგორ ფიქრობთ, ეს ნამდვილი მადლიერებაა? საკუთარ მშობლებისადმი უნდა გქონდეს მადლიერება. ეხლა წარმოიდგინეთ, როგორი მადლობელი ვარ ჩემი მშობლებისა, ამბობდე, არ ნახულობდე მათ, ხშირად არ კითხულობდე, მოვლაპატრონობას მათზე არ წევდე და არაფერს არ აკეთებდე, ისეც რაც მათ გაუხარდებათ. ეს მადლიერებაა? რა თქმა უნდა არა. მადლიერება არ არის მხოლოდ სიტყვიერი მოქმედება, რომ მე მადლობელი ვარ. მადლიერება არის საქმით გამოხატული. მადლიერებას აღასრულებს ადამიანი, როდესაც საქმით არის ის, ვინც უნდა იყოს. როდესაც მე ჩემ მშობელს ვკითხულობ, როდესაც სჭირდება მეიქავარ, როდესაც ხშირად ვაღებ მის კარს, თუ შორს ცხოვრობს ხშირად ვიღებ ტელეფონს და ურეკავ და მოვიკითხავ მას. ეს არის ჩემი მადლიერების გამოხატულება და არა სადღეგრძელოში ნათქვამი, რომ გაუმარჯოს ჩვენ მშობლებს, საკარგი ხალხი არიან ეგენი. ეს არ არის მადლიერება. მადლიერება პრაქტიკული, შენი გამოვლინების, ცხოვრებისეული წესის გარეშე, იცოდეთ მადლიერება არ არის. ამიტომაც ამ ქალის დაბრუნება საზოგადოებრივ წიაღში მარტო იმითი კი არ უნდა მოხდეს, რომ სისხლმდინარე აღარ არის. ამ ქალის დაბრუნება საზოგადოებაში უნდა მოხდეს სწორედ ამ პრაქტიკული მისი ცხოვრების შეცვლით, როდესაც ის მადლიერებას იტყვის სიტყვიერად და ამის შემდგომ საქმით აღასრულებს ამას ყოველდღეს. და მართლაც აღიარებს ეს ქალი მადლობას იტყვის და მაცხოვარი ეუბნება მას, რომ შენი სარწმუნოებისამებრ მოგეგო და წადი და მშვიდობით იარე. ეხლა შემდგომ როგორ გრძელდება, ნახეთ ეს სახარება. თითქოს რაღაცა გამოცდა მიმდინარეობს გამუდმებულად მაცხოვრისა, რომ აი შემდეგ ნაბიჯს რას იზავს, შემდეგს რაც გააკეთებს. მოდის ხალხი, ჯერ იაიროსი ხო ელოდება, ახლა სანამ ეს დიალოგი იმართება, მას ერთი სული აქვს ალბათ, რომ სახლამდე მიიყვანოს ეს იესო ქრისტე, რომ რაღაცა იქნებ თავის ქალიშვილს ეშველოს და ამ დროს მაცხოვარი გაჩერდა და ვიღაცას ელაპარაკება და ალბათ მის გულში რა ტრიალებს. ჩემ თავში ალბათ ეს იქნებოდა, რომ რა დროს ეგარი ვინ შეგეხო წამოდი დროზე ახლა ჩემს ქალიშვილს უჩვენს, მაგრამ იაიროსი ამას მოთმინებით იტანს, იმიტომ რომ იქ არ წერია, რომ მას რაიმე ხმა აქვს ამოღებული და მოდიან მისი მსახურები და ეუბნებიან, რომ ნუ ღარ შეაწუხებ მოძღვარს, გარდაიცვალა ქალიშვილი და აზრი აღარ აქვს მის წამოსვლას. აი ასეთი რა ხშირად გვესმის ჩვენ ასეთი სიტყვები, რომ აი ახლა მაგას ღმერთიც ვეღარ უშველის.
ანუ აღარ არის თითქოს ღმერთის საჭიროებას ვეღარ ხედავს ადამიანი. ამ მდგომარეობამდე მიდის, როდესაც სასოწარკვეთილებაშია. და არ უნდა მისცეს ადამიანმა საკუთარ თავს ამისი უფლება. იმიტომ რომ ასე ხშირად შეიძლება ჩვენ გაგვაგონონ ყურში, ასე ხშირად შეიძლება ჩვენ გვითხრან გულში კიდე, გულის თქმებმაც ასე გვიკარნახონ, რომ მორჩა არის რაღაცა, რომელსაც არ ეშველება. და როგორ შეიძლება რამეს არ ეშველოს, თუ კი ღმერთს არ უნდა, ან უნდა. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რა არის მისთვის შეუძლებელი? მაცხოვარი ეუბნება, ნუ გეშინიათ, არ მომკვდარა ძირა და ძინავს და საზოგადოება მას დასცინის. არადა ამ წუთს ნახეს სასწაული, რომ განიკურნა ქალი, მხოლოდ მისი ტანსაცმლის შეხებით. მეტი კი არაფერი. ლოცვა კი არ წაუკითხავს მისთვის, ან წამალი კი არ მიუცია, ან რაღაცა დავალება კი არ მიუცია, ეხლა ესე უნდა მოიქცე თუ გინდა რომ განიკურნო. არა, მხოლოდ მისი შესამოსლის შეხებით ქალი განიკურნა და თელმა საზოგადოებამ იცის რა ჭირდა ამ ქალს, რა თქმა უნდა, ეს დამალული კი არის. განიკურნა, მაგრამ მიუხედავად ამისა მიმდინარეობს დაცინვა. რას ქვია ძინავს? ჩვენ ხო ვნახეთ, ჩვენ ხო შევამოწმეთ. ეს მართლა ესე ხო არ მოხდებოდა, ეხლა რომ გარდაიცვალა და ასეთ რამეს მამას მიუტანდნენ ასეთ ამბავს, თუ დარწმუნებულები არ იყვნენ რომ ნამდვილად გარდაიცვალა? ვერ ეთყოდნენ ამას მამას, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს დაცინვა, რომელიც მოდის მაცხოვრის ყურთან, იცოდეთ რომ დღევანდელ დღესაც სწორედ ასე ისმის. ჩვენ საზოგადოებაში, თითოეული ჩვენგანის ყურში და გულის თქმაში, რომ რაღაცა აქ ახლა თითქოს ღმერთს ადგილი არ აქვს. თითქოს ღმერთს ეუბნები, რომ აწი შენ საჭირო აღარ ახარ. აწი მოკლედ ამ საქმეს აღარაფერი აღარ ეშველება. მაცხოვარი მიდის მაინც და არავის არ შეუშვებს სახლში გარდა მშობლებისა და სამი მოციქულისა, პეტრე, იოანე და იაკობის გარდა. რატომ? იმიტომ რომ საზოგადოება, რომელიც მას დასცინის, რომელმაც ასეთი სასწაულები იხილა, მათ უკვე იხილეს არაერთი სასწაული, კეთროვანის განკურნება იხილეს, ბრმის თვალისახელა იხილეს, მიუხედავად ამისა, აი ამ ქალბატონის 5 წუთის წინ განკურნებული ქალბატონის სამადლობელი მოისმინეს, მიუხედავად ამისა, რომ მაინც დაცინვით უდგებიან ასეთ საკითხს, მათზე რა თქმა უნდა გულისხმობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანზე, რომელიც ამას მოთმინებით ელოდება. შესაბამისად, იმიტომ კი არ კეტავს ამ კარს, რომ არ ნახონ მათ ეს სასწაული. იმიტომ კეტავს ამ კარს, რომ ვისაც მეტი ეძლევა, მას მეტი მოეთხოვება. და მოგეცათ ამდენი და თქვენ ვერ იგებთ ამ ყველაფერს. ვერ მიხვედით, ვერ ახვედით რაღაცა სულიერებაში ამ სიმაღლეზე. ამიტომაც ჯობია რომ აღარ იხილოთ ეს. მაცხოვარს ეცოდება ეს საზოგადოება და იმიტომ აკეთებს ამას. ეცოდება რომ განწირეს მათ თავიანთი თავი, თავიანთი უგულისხმობით, რომ არანაირი გულისხმიერება მათ არ გააჩნიათ იმისა, რომ რა ხდება მათ თვალწინ რაღაცა ამბავი აღესრულება და როგორ უნდა უყურებდნენ ამას ყოველივეს. სულ ცოტა თუ არ გჯერა, რომ გაჩუმდე მაინც. ხომ ეს უკვე დიდი ნაბიჯია. მაგრამ არა, ამის მაგივრად იმდინარეობს დაცინვა და კილიკი. მართლაც მაცხოვარი აღადგენს აი ამ 12 წლის ღრმას, სხვათა შორის ესეც არ არის შემთხვევითი. 12 წლის არის იაიროსის ქალიშვილი. 12 წელი იტანჯებოდა ის ქალი ამ დაავადებით და 12 წლისა რო გახდა მერე დაეწყო. 12. ყველა ებრაელი 12 ძმისგან მოდის, იცოდეთ. ისინი არიან 12 ძმის შვილები. ამიტომაც მაცხოვარი ამითიც ესაუბრება, ამ სახესიმბოლოებითაც ესაუბრება მათ. ყველაფერში მინიშნება არის ჩადებული, რომ აი ამ 12 შვილები ხართ. ასე ხართ დაბადებულები და ასე სილაღით მომყავდით მე თქვენ, რომ დაავადდით, მიუხედავად ამისა მე თქვენთვის ვარი არ მithქვამს და მაინც გეძლევათ იმის საშუალება, რომ თქვენთვის ხელშესახები ვიყო, ისევე როგორც ამ ქალისთვის. მაგრამ, როდესაც არა გაქვს მადლიერება და გულისხმიერება, აუცილებლად მოვასიკვდილი, როგორც ამ 12 წლის იაიროსის ქალიშვილი მოკვდა. მიუხედავად ამისა, მე აღვადგენ მაინც ყოველივე, აღვადგენ მას კუდრეთით, ისევე როგორც აღდგება აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვინც კი გარდაიცვლება მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე. სოდვილი თუ მართალი, მეფე თუ გლეხი, მღვდელი თუ
ერისკაცი. აბსოლუტურად ყველას განსჯა იქნება. ამიტომაც ეს გახლავთ ჩვენთვის სწორედ ის სასწავლებელი დღევანდელი წაკითხული სახარება, რომ ჩვენ გქონდეს გამუდმებული რწმენა, რომელ რწმენასაც გამუდმებით დასცინის ეშმაკი. როდესაც გეტყვის, რომ ამ საქმეს აღარაფერი აღარ ეშველება და შენ რომ დათანხმდები, ხო, მართალია აღარაფერი აღარ ეშველება. სადღა არის მაშინ შენი რწმენა მკვდრეთით აღდგომისა? შენ გაქვს გამუდმებული საფრთხე, როდესაც გეუბნებია, რომ აღარაა საჭირო, ნუ ღარ შეაწუხებ ღმერთს. ამიტომ ლოცვას უნდა დაანებო თავი. დაცინვა არის ესეც ეშმაკისა და არ შეიძლება უიმედოდ იყოთ ადამიანი. არ შეიძლება მნიშვნელობა არ აქვს რა საფეხურზეც არ უნდა იმყოფებოდეს, ის ავადმყოფობის მდგომარეობაშია, გარდაცვალების პირას არის, რაღაცა წარუმატებლობა აქვს პირად ცხოვრებაში, არ აქვს მნიშვნელობა რა მდგომარეობაშიც არ უნდა იმყოფებოდეს, ამ სასოწარკვეთილებისკენ მიმავალ სიტყვებს გამუდმებით კარნახობს შენ ეშმაკი და გესულ გეუბნება, ნუ ღარ შეაწუხებ ღმერთს, აღარ გჭირდება ის, ამ საქმეს არაფერი არ ეშველება. და რატომ გავიწყდება? რომ მკვდრეთით მან არა მარტო სხვები აღადგინა, არამედ საკუთარი თავი. სიტყვები, რომელიც მას ჯვარზე ესმოდა, რომ სხვებს რომ შველოდი, ახლა საკუთარ თავს უშველე თუ შეგიძლიაო, ეს ის ხალხია სწორედ, რომლებიც მას დასცინოდნენ, რომ ეუბნებოდნენ, რომ მოკვდა იაიროსის ქალიშვილი, სადღა მიდიხარ, ვის ატყუებ? ეს ის საზოგადოებაა, რომელსაც არ გაუმართლა ამ სიტყვამ, რომ თურმე არ ყოფილა იაიროსის ქალიშვილი მკვდარი, აღდგა მკვდრეთით. მაგრამ ახლა რაღაც შემდეგი ნაბეჯი ხო უნდა გადავდგა, იმიტომ რომ იქ რომ გაწბილდა ჩემი სიტყვა, ეხლა ესე როგორ დავიმდაბლო თავი, რომ შენდობა ვითხოვო. ეხლა პირიქით რაღაც ახალი უნდა ვთქვა ისეთი, რომელსაც ვერ შეძლებს ეს, რომ მე მასზე მაღალი წარმოვჩნდე. რომ მე წარმოვჩნდე ვითომ მასზე უკეთესად ვიცი რამე, ამიტომ იქ ვერ გაამართლა ჩემმა სიტყვებმა, რომ სადღა მიდიხარ, მოკვდა იაიროსის ქალიშვილი, ახალი მოვიგონე. აბა თუ მაგარი ხარ, ეხლა ჯვრიდან გადმოდი. ჯვრიდან მაცხოვარი არ გადმოდის, იმიტომ რომ სასწაულების ხილვით ადამიანები მორწმუნეები არ ხდებიან, იმიტომ რომ სასწაულები უამრავი მოხდა და არაფერი არ შეცვლილა მათში. მაცხოვარი პირიქით ჯვარზე თავისი ნებით მიდის, რადგანაც მას ვერავინ ვერ შეეხებოდა, ამისი ძალა არავის არ ექნებოდა, მას რომ ნება არ მიეცა. ამიტომ ნება მისცა, რომ ჯვარზე გაეკრათ, რადგანაც თითოეული ჩვენგანის გამოხსნა, თითოეული ჩვენგანის გადარჩენა სწორედ ჯვარცმულის დაჯერებით არის, ისევე როგორც ავაზაკმა ისირწმუნა ჯვარცმული. არა ისე როგორც სასწაულების აღმსრულებელი, იმიტომ რომ ამ ავაზაკს არ უნახავს მისი აი ეს მოქმედებები, როდესაც ის მკვდრებს აღადგინდა და ბრმებს კურნავდა და კეთროვანებს განწმენდა. ეს არ უნახავს. მანიხილა ყველაზე დამდაბლებული, ყველაზე დამცირებული, ყველაზე უფრო შეურაცხყოფილი, ჯვარზე მილულსმული ადამიანი, რომელსაც გულით ცნობს თითოეული ჩვენგანი, სხვანაირად აქ არ იდგებოდა. გულით ცნობს თითოეული ჩვენგანი და უთხრა მას, მომიხსენე მეუფალო სასუფეველსა შენსა. რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი სასოწარკვეთის მიზეზი, ჯვარზე რო ხარ მიჭედებული, მაგრამ როდესაც მაცხოვარს იცნობ, თუნდაც ამ დროს, იცოდეთ რომ ეს გახლავთ სწორედ მაგალითი იმისა, რომ მან განდევნა მასში შემოსული გულის სიტყვა, ეშმაკის დამცინავი ეს სიტყვა, რომ აწი შენ ღმერთიც ვეღარ გიშველის. აწი აზრი აღარ აქვს შენს ურთიერთობას ღმერთთან, ფაქტი ერთია, რომ შენ ჯვარზე ხარ და აღარაფერი აღარ გეშველება. არა, ამ სიტყვებს უგულებელყოფა მოახდინა, ამ სიტყვების უგულებელყოფა მოახდინა მან და მიმართა, რომ მომიხსენე მე, ოდეს მოხვიდეს უფევითა შენი. ეს გახლავთ სწორედ ის სიტყვები, რასაც დღეს ჩვენი მედავითნე კითხულობდა გალატელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ რჯულით კი არ განმარტდება ადამიანი. თავისი ზნეობრივი მოწესრიგებული ცხოვრებით კი არ, ეს აუცილებელი და შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ზნეობრივად გამართული ცხოვრება კი არ აცხონებს ადამიანს. ან სუფთა ცხოვრება კი არ აცხონებს ადამიანს. ადამიანს აცხონებს ჯვარცმულის რწმენა, რომელიც არის საძირკველი ჩვენი გადარჩენისა. ამიტომაც, როდესაც დღევანდელ სახარებას გაიხსენებთ, ყოველთვის
უпроსწორად, როდესაც ესეთი გულისთქმა შემოგივათ, ყოველთვის ეს სახარება გაიხსენეთ, რომ უღარდაღლი ღმერთს გაიხსენეთ, რომ იაიროსის ქალიშვილი არ აღდგებოდა ის, რომ იქ რომ არ წასულიყო მაცხოვარი. რო ეთქვა იაიროს, რომ კაი აღარ წამოხვიდე, დარჩი აქ სადაც ხარ. აღარ აღდგებოდა ის, აღდგებოდა მეორედ მოსვლის დროს, მაგრამ მაშინ ის სიხარული იაიროს აღარ ეკნებოდა. როდესაც ეთქვის შენ რწმენას, დაცინვას მოუნდომებს ღმერთი და გეტყვის, რომ ამ საქმეს აღარაფერი აღარ ეშველება, სწორედ მაშინ გაგახსენდეს ეს სახარება და გექნება ნუგეშიც და მოგეცემა სიხარულიც, რომელიც არა ამ ქვეყნიურ სიხარულს უდრის, არამედ საუკუნო სიხარული, რომლისთვისაც გვინდა რომ დავიბადოთ მომავალ ქვეყანაში. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ.